ევროპულ მშვიდობაზე ვილაპარაკოთ. რა არის ევროპული მშვიდობა? ევროკავშირი ზოგადად იმიტომ შეიქმნა, რომ ომები არ ყოფილიყო. ანუ პირველ რიგში პირველი დათქმა ეგ იყო, რომ ყოფილიყო მშვიდობის გარანტი მისი წევრი სახელმწიფოებისთვის. ანუ ხო ხედავ, იქით გეუბნებიან, რომ პირიქით ევროპას უნდა ჩვენი ომი და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი მიზანი რაც აქვს ევროკავშირს არის ის, რომ ომი არ იყოს და არის ის, რომ მშვიდობა სუფევდეს ყველგან. და ჩვენც ამისკენ ვისწრაფოდით. ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან კარგად ჭიკჭიკებდნენ ამაზე და ლაპარაკობდნენ, რომ ევროპა გვინდა, ევროკავშირი გვინდა, ღონისძიებებს უძღვნენ ამაზე და რა ვიცი, აი როგორც მე თვითონ ატრიალებენ პროპაგანდას, აი ცალფეხზე დახტოდნენ მაგ ამბავში. ხო და მაგას გეუბნებიან, რომ ევროპა არის მშვიდობის გარანტი, ანუ ადამიანების უფლებების გარანტი არის, ჩვენი ჯანმრთელობის ჯანდაცვის გარანტი არის იმის გარანტი, რომ სტუდენტებმა აიმაღლონ განათლება, წავიდნენ, ისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად, ჩამოვიდნენ და მე საკუთარ ქვეყანას გამოადგნენ, ხო? ეს არის ევროპა და ევროკავშირი. ან და რა ხდება ახლა, როდესაც ამის შეწყვეტაზე მიმდინარეობს საუბარი, ესე იგი ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდ რიგში ჩადგომა, იქ გაგვიშვებენ, არ ვიცი და არ გაგვიშვებენ, იმიტომ რომ რეპუტაცია უკვე შელახული გვექნება, იმიტომ რომ გადაუხვიეთ დემოკრატიული გზიდან და რატო არის დემოკრატია მნიშვნელოვანი? დემოკრატია ზუსტად იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ჩემი, ასევე შენი, ვინც ახლა მიყურებ, ორივე უფლებები დაცული იყოს. ვიღაც ერთი ბიძინა შვილი ბერა არ იყოს უფრო პრივილეგირებული და მარტო კახაკალაზის შვილები არ იყვნენ რაღაც ბედნიერები და კეთილდღეობით არ ცხოვრობდნენ. ან ყველას უნდა გვეხებოდეს ეს და ევროპა არის მაგის გარანტი. რომ ყველა თანაბრად იყოს დაცული, ყველა თანაბრად იყოს ბედნიერი და ყველა შეეძლოს ნორმალური არსებობა ქვეყანაში. და ეს არის ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად ცდილობს ეს ერთი ადამიანი, რომ თქვენ ეს კეთილდღეობა წაგართოთ, ჩამოგაშოროთ ყველა ის დასავლური ღირებულება, ის უფლებები, რაც გაგვაჩნია, ხო? რაც უნდა გაგვაჩნდეს, ასე ვთქვათ. და იყოს მხოლოდ ერთი ადამიანი ბედნიერი და დანარჩენები ყავდეს, რა ვიცი, მოახლეებად ყავდეს, როგორ გითხრათ, მონებად ყავდეს, მაგრამ გვართ ის ადამიანები, ვინც ამას არასდროს არ შეეგუება, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულად და ჩვენი შინაგანი გამოძახილი არის თავისუფლებისკენ სწრაფვა და შეუძლებელია ეს რაღაც ბიძინას დაუთმოთ, ხო?